მისალმე მაყურებელს ჩვენ მხარდამჭერების სოკა არის ელფი და ტიშერტი. ტიშერტის მაისურებს გადმოგცემთ მოგვიანებით. და დღეს ჩვენი სტუმრები არიან ნინუცას ჩენელის შემქმნელები, ერთ-ერთი შემქმნელებიდან ორნი. ნიკა ლებანიძე, ნინუცა ორჯონიკიძე. დაღლილები ხართ, რაჭიდან ჩამოხვედით, გუშინ ღამე. როგორც ვიცი. დილით წასულები. ხო. და ეს ნიკა მიყვებოდა დაწყებამდე რომ კოჯორში აპირებდით, იქაც რა მაგარი ადგილები ყოფილა და რასაც აპირებდით და უცებ გადაწყვიტეთ რომ მე რაჭაში წასულიყავით და ჩემთვის წარმოუდგენელი ეგეთი რეჟიმი. ჩემთვის 2 წელს წინ ვიღაცას რო ეთქვა რომ დილას წახვალ რაჭაში და საღამოს ჩამოხვალ რაჭაში და მე იმ დილით არის იჯერ რაჭაში. არა ოფისში უცებ ესე ჩვენი კამერა ვინც არის გიო გომიაშვილის თის კაცია და ჩავხედეთ რუკას ნალექსაიდან მოდის იქ ცოტა იქ ბევრია და აი იქ იქნება კარგიო და თითი დავადეთ და წავედით. და რაჭული ლობიანიც თემა იყო. ხო, მაგრამ ლობიანი კი კაია, მაგრამ ფიზიკურად ძალიან რთულია ეგენი რა. კი, მაგრამ შეხედე რომ იწყებ გადაღებას, სულ აი ყველა საინტერესებს როგორ ფიზიკურად როგორ უძლებ. როცა იწყებ გადაღებას, ისეთი აზარტი გაქვს, გადაკეტილი გაქვს, საერთოდ ყველა შეგრძნება რა. ანუ საერთოდ არ ფიქრობ იმაზე, რომ 4 საათიანი გზაა, მაგრამ დაიღლები ორ შაბათ საქმე გაგასაკეთებელი 11-ზე სადღაც უნდა იყო. აი, ეგ ყველაფერი გეთიშება და აი ბოლომდე გინდა გამოწურო სათითაო წუთი და აი მაქსიმუმი გააკეთო რა იმ მომენტში და აი არ ვიცი, რაც კი ჩაგივარდება ხელში და ფიქრობ, რომ კარგი იდეა და ემოციურად იქნება საინტერესო, ყველაფერზე მიდიხარ. ეს რაციონალურად და ისე რომ მიუდგე პრაქტიკულად თავისთავად ახლა ეგეთ რაღაცებს არ იძა, მაგრამ ეს YouTube-ზე ეგ მოწონს ზუსტად. ხო, გადაღებას აქ ეგაზარტი, მეც ბევრჯერ გამომიცდია, თან რაღაცები რო გადაღებული და კიდე როცა ისიც რო ქნა კიდე, მაგრამ უხდება ამას და მე ხო მე რო გამორთავ კამერას მე ხვდები დაღლას. აი ხანდახან სპონტანურად ვაკეთებთ რა რაღაცებს, ანუ რაღაცა გვაქვს მიმართულება და მე იქ რაც მოხდება და როგორც მოხდება, მივყვებით და ხშირ შემთხვევაში ამართლებს რა. ხო, ეგ ყველაზე სწორი გზა არის ალბათ. ხო, გეგმა გაქვს, მაგრამ თუ გივარდება ხელში რაღაცა, უკეთესი იდეა და კიდევ ერთხელ ამბობ, რომ აი გუშინაც ვფიქრობდი რა ხელა მნიშვნელობა აქვს, აი ძირითადად ჩვენი კონფლიქტი საქმიანი მოდის მაგაზე რა, რომ მეუბნება, რომ შენი განწყობა ძალიან მოქმედებს ჩვენზე. ნიკა და მარიშკა არიან უფრო დინჯი ხალხი. და მე ვარ აი მიხარია და ეს ჩემი მიხარია იმდენად გადამდებია ამათედება და მე რედება მაყურებელს, კაიგე? და როცა გააკე ეგ შენი. ეგრე. ხო, ეგრე, ხო. ხო და ეგ არა. რამდენი ადამიანი მუშაობთ ამ ჩენელზე? 6 სულ. 6-7. 6-7. 4. ძირითადად 6. ძირითადად ვართ 6. 6 შეხედე. შენ მე მარიშკა სულ ვართ კადრში, გიო ხანდახან თუ გიოს არცალია შეიძლება რაღაცა გორილას ბიჭები გამოვიყენოთ ლევანი ან ნიკა წამოყვეს, მაგრამ ნუ იდეაში 2 კამერა უფრო კარგია ვიდრე 1.5 კამერა ვართ მე თან ვარ თან იღებს თან არა გააჩნია ხოლმე ხასიათს. ჩვენი მთავარი პროდიუსერი თამუნა და ჩვენი მონტაჟის რეჟისორი გურო. და მარიამი რომელიც გვიკეთებს ამ გრაფიკებს რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცალკე არის მე აი როგორი გუნდიცი გაყიდვები იქ რაღაცა გვჭირდება მარკეტინგში შეფუთა ის უფრო აუთსორსზე არის რა და ეს შიდა გუნდი 6 კაციანი სტაბილურად მუშაობთ და კარგად მიდიხართ კაი ტემპი გაქვთ გამომწერებით 50-ს უახლოვდებით ხო 6 კაცისთვის კაი შედეგია რა უნდა ქნა 50-ზე რაღაცა ის თეთრი ხიდიდან გადავხვდები ჰასიზო თეთრი ხიდიდან ხვდები ეგ 47-ზე იყო 50-ზე. მოკლედ ეს აი კაკაბა მითხრა სულ იქ მახსენდება რომ YouTube-ის მაყურებელი არასდროს არ გპატიობს არაფერს და არის ერთგულიო და რეალურად მართლა ესე არის რა, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა შუა იმაში რაღაცა თქვა და მე აღარ გახსოვს რა და კომენტარებში ყოველთვის არის ადამიანი ვინც შეგახსენებს ან რაღაცა ისეთ შეამჩნევს რაც სხვა დროს მეგობარიც კი ხო არ უშავს გაჩერდეს ხო მეგობარიც კი რომელიც თქვათ ყოველდღე ნახულობ ის ვერ ამჩნევს რა და ეს მაყურებელი ძალიან ისა და ამიტომ სულ რაღაცნაირი პასუხისმგებლობის გრძნობა არის ყოველთვის რომ იცი შენ ადამიანები ელოდებიან, გიყურებენ, გაფასებენ
და ამ ყველაფრის წინაშე ისეთი პასუხისმგებლობით ხარ, რომ ხანდახან აი გადაღების წინ ყოფილა რა, რომ აი მე პირადად მიფიქრე, რომ აი ხა იქ რო წავალთ ნეტა რა იქნება, ამინდი როგორ ახლა კოჯრის გადაღებაზეც მაგალითად წინა დღეს ვიცოდით, რომ ცუდი ამინდი იქნებოდა და ისე ვიყავით რა. რამდენად ცუდი იყო, ეგეც არ ვიცოდით, ხო? ანუ მომზადებული, დაძაბული რაღაცნაირად ხარ რა, მან ჩებოჭილი. ანუ ვალდებულება გაქვს, რომ ეს ადამიანები კონკრეტულ ამბავს ელოდებიან რა შენგან კონკრეტულ ემოციას და თავგადასავალს და აუცილებლად ხუთშაბათს უნდა შეთავაზო ეგ. და 50-ზე გიწევს იმის გაკეთება, რასაც შენ ახლა იძახი რა. და გავაკეთებ, მოფიქრებული მაქვს როგორ. რა დარჩა? ცოტა დარჩა ხო? კი, ცოტა. კიდე კაი ზაფხული ემთხვევა. ხო, ჩვენ ეგრეც გავთვალეთ 50-კაზე რამდენ ხანში წავიდოდით, მიახლოებით ხო ვიცოდით რა, ეგ ხო მონაცემი სტაბილურია როგორ ემატება. ხო, კოჯორში აპირებდით მაგარი რაღაცების გადაღებას ნიკა მიყვება. წარმოიდგინე რომ მქონდა ეგეთი. ანუ აი უყურე როგორა იცი, აი სულ მაგას ვიძახი რომ ჩვენს იმაში ქვეყანა რომ მაგარი გვაქვს ხო რაღაცა ლეიერები ვითა ეს ისტორიული ფენები არის რა. ანუ ერთ და იგივე რეგიონში შეგიძლია 10 ჯერ ჩახვიდე და 10-ვე ჯერ ნახო სხვადასხვა დროის რაღაცა ღირსშესანიშნაობა. ერთგან არის ციხესიმაგრე, რომელიც არის თქვა მე-10 საუკუნის, შეგიძლია ნახო ნანგრევი, რომელიც არის ჩვენი წელთაღრიცხვამდე რაღაცის დროის, რავი, მრავალფეროვნება არის, კულტურა არის. მე-2 საუკუნის ფალოსი მაგალითად, გენიალური, სასაფლაოზე რომ. ანუ ძალიან ისეთი უცნაური ტერიტორია გვაქვს რა და თბილისი განსაკუთრებულად რაღაცნაირი ადგილია რა და ჩვენს გარშემო, ჩვენი ქალაქის გარშემო თან ხა ზაფხული მოდის და ყველას მინდა ურჩიო, სადაც არ უნდა გაისე უბრალოდ მიმართულება იყო და წახვიდე ერთ ნახევარ საათში მიადგები რაღაცა კუნძულს, რომელიც ახალი იქნება შენთვის რა და ესეთი არის მაგალითად კოჯორი, კიკეთის მხარე, აი კოჯორი, კიკეთი ცალკეა, ლისის ტბა, ის მიმდებარე ტერიტორია ცალკეა, აი დიდგორი არის სოფელი, დიდი დიღმის თავზე ჭილის ტბას ეძახიან, ფანტასტიკა არის იქეთ თბილისის ზღვის ლისის გარშემო. აი ლისის გაყოლებაზე რო წახვიდე, მსხალდიდი, ანუ ულამაზესი ტყე არის, მონასტერიც არის ძალიან ისეთი საინტერესო და ძველი, მომგონი ხო ფუნქციონირებს კიდევაც და უბრალოდ სასეირნო ადგილები გაქვს, ბუნებასთან ახლო ყოფნა შეგიძლია და თან ხარ თბილისში რა და აი კოჯორი მაგალითად ხო, აი კოჯრის ციხე რაც აი ქოროღლის ციხეს რო ეძახიან, მაგის უკან არის მთელი ძველი გზა ესე გადიოდა რა. ანუ თამარის ხიდს ეძახიან რაღაცა ადგილს, ნამონასტრალია, ჩანჩქერებია, ტბებია, ტყეა, მინდვრებია, ეხა გვირილების სეზონი მოდის, გვირილების მინდვრებია კიკეთში კიდე, ანუ რავი, ლაშქრობისთვის არის ყველაფერი და ლაშქრობაზე მაგარი გასართობი, თან ოჯახისთვის. მინუცამ აღმოაჩინა. მე ოჯახისთვის, იმისთვის რომ ბავშვები დააკავო. ბავშვები რომ დააკავო და გაართო. აი ეგ არის ფანტასტიკური. ბუნებაშია ფიზიკური აქტივობა, მე რამდენი გამოწვევა იქ და რამდენ რაღაცაში თავის თავს გადალახავს. მე ოჯახი ახლოვდება და სხვანაირი ისა გაქვს რა კავშირი, იმიტომ რომ ტელეფონები ესე თან არ გაქვთ, ხო ხვდები ლაპარაკი გიწევთ, რაღაცა წვალობს, სადღაც ადიხარ და თავგადასავალი არის, რაშიც ერთიანდები რა და ეგ საინტერესოა რა მოკლედ რა და ამ დასვენების დღეები როცა რა თქვა შაბათ-კვირა, სხვათა შორის ეს ბოლო პერიოდი მე რომ მიწევს ხოლმე აქეთ-იქით სიარული, ხშირად არის როცა ბევრი ადამიანი მხვდება რა. სამწუხაროა რომ უმეტესობა ქართველი არ არის ხოლმე, ანუ ეს რაღაცა უცხოელები არიან ძალიან ხშირად. რაღაცა ისა გაქვს რა, რომ ქსიამოვნებს მაინც უფრო რა ხარ, ამ მნიშვნელობა აქვს იდეაში, მაგრამ ჩვენთანაც შემოდის ახლა ეს კულტურა ნელ-ნელა რა და ახლო რეგიონებში ფანტასტიკა არის ხა თბილისის გარეთ სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან რაღაცას ნახავ. თან თავარი რაც არის, ძალიან მრავალფეროვანი არის ჩვენი სადაც საქართველო რა. ანუ უდაბნოც გაქვს, მთაც გაქვს. აი ხა მაგალითად გუდაურში რო წახვიდე, აი სკიტური არის ხა ძალიან პოპულარული ხო? ისრიალებ რა, ანუ ერთი ორი დღის წინ ჩამოვედი სვანეთიდან მაგალითად მაგრავის რეალეთ, მაგრავის სიამოვნებთ, ეხლაც კი. ეს გრძელდება დიდი ხანი. სრიალი არ გინდა წადის მაგერ უდაბნოში გაისეინე, გამომოდიალდი, ანუ ვაშლოვანი აფრიკაა ჩვეულები. ანუ მაგარია რა, ანუ ხშირად ვიძახი და აღარ მინდა ხა გავიმეორო, რომ ჩვენ ქვეყანას ანუ არ ვაფასებთ ისე, როგორც უნდა ვაფასებდეთ სამწუხაროდ. და ისე არ ვიყენებთ, არ ვიცი, კარგად არ ჟღერს, მაგრამ ისე არ ვიყენებთ, როგორც უნდა ვიყენებდეთ, იმიტომ რომ ესეთი ტურისტული პოტენციალი მართლა ჩემი თვალით მაქვს ნანახი.
ცოტათი ხელი შევლება უნდა ტურისტების ჩამოყვანა და ეს სისტემა რო ამუშავდება ეს გესტჰაუსები პატარა ისეთი დოლათი შემოვა ქვეყანაში წარმოუდგენელი იმიტომ აი ყველაფერი არის 3-4 საათის სავალზე არც ერთი ქვეყანა არ გაძლევს მაგის შესაძლებლობას რა და ნიკა რასაც ამბობს ყველა კუთხე არის ისეთი განსხვავებული, სხვადასხვა მიკროსამყაროებია, ლანდშაფტი განსხვავებული, ბუნება, ხალხი, ჩაცმულობა, ლაპარაკის სტილი, ადათები, საზარეულო, ჯერ მარტო სამზარეულო როგორი მდიდარი გვაქვს, ხო? მაგრამ ეხლა 21 საუკუნეში რო ცხოვრობ, ყველაფერს ჭირდება შეფუთვა, ყველაფერს ჭირდება მარკეტინგი, ყველაფერს უნდა წარმოჩენა, რაღაცნაირად, ხო ხვდები? აი ეგ გვაკლია რა, რომ აი ჩვენ აი საქართველოშიც რა, გვაქვს რაღაცა გადაცემები თავისთავად, ვლაპარაკობთ, აი მე მაგალითად ნიკასთან რო არ დავმეგობრებული ყავდა ეს პროექტი არ წამოგვეწყო ხო ეს მოგზაურობა არა ვერასოდეს ვერ გავიგებდი რამდენი ადგილი არსებობს საქართველოში და ჩემნაირი ადამიანი არის უამრავი ხო ხალხი სად დადის სამოგზაუროდ და რეალურად ვიკენდზე შეუძლიათ წავიდნენ რა ჩვეულებრივ იმაში ვაშლოვანში რომ მიდიხარ აფრიკაში ჩადიხარ ხო, აი არხის კეთება რას დაიწყეთ ხა შენ მანამდე კიდე დადიოდი, ხო შენ ისე აქტიურად არა. ნუ აი კახეთი, გურია, აჭარა ესე რა, მეინ ისეთი გაბაზრებული. ხო, სასტუმროში კი ხო. ხო, აი რა იყო ისეთი არჩევანი გაგახსენდეს აღმოჩენა, რასაც არ ელოდი რა. თუშეთის გამო გადავწყვეტეთ საერთოდ მაგ ვლოგის კეთება რა, აი თუშეთში რო ავედი და ნახე საერთოდ აი ეს პირველი გადაცემა დამონტაჟდა და შევხედეთ როგორი იყო, მივხვდი აი ვინც გავაკეთეთ პირველი გადაცემა, იგივე ხალხი ვაკეთებთ ამ ამბავს რა. თუშეთში ბუნება სილამაზე თუ არ ვიცი. აი უნდა ჩახვიდე და რაღაცას გრძნობ. აი მე ვიცი რა, ანუ ჩვენთან რა არის მაგარი, არის სადღაც ბუნება მოგწონს, არის სადღაც ხალხი მოგწონს, აქ არის რაღაცა ერთი მიქსი რა. ანუ აი თუშეთში მაგალითად სვანები რო ცხოვრობდნენ ისეთი ვერ იქნება თუშეთი როგორი შეგრძნებასაც გიტოვებს სვანეთში თუშები რო ცხოვრობდნენ იქ ანუ რაღაცნაირად ანუ ეს ესე ადამიანი მოწყობილი რომ გეოგრაფიას ეგუება რა თავისთავად და აქედან მოდის მე სადაც ცხოვრობ კულტურაც ეგეთი ხდება ხასიათი ბუნება საკვები ანუ ხო მე თუშეთში არ ვარ ნამყოფი აუ წინ შურს შენი რა რო ხო აი პირველად რო ჩად მე კიდევ რაღაც მოლოდინები გაკაი ჯერ მარტო გზა აი ამ გზაზე რომ მიდიხარ და აი არ სრულდება სილამაზე. ხა თბილისში რო ცხოვრობ, ადამიანს ჰორიზონტი არ გაქვს რა, სულ უყურებ ბეტონის შენობას, ამან შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოს და შეიძლება ფიქრობ, რომ არ გაწუხებს ეგ. და როგორც კი ეგეთ ადგილას მოხვდები და ჰორიზონტს უყურებ, თან როგორ ლამას, ხო? და ეს გზა და რო არ თავდება ერთი კადრი, მეორე კადრი, მესამე კადრი, აი ნეტარებაში ხარ და იქ რო ადიხარ და ნუ იქაური კერძები და საერთოდ ხალხი იქ სასწაული არის. თუში ქალები საერთოდ არ ვიცი სასახელო ქალები არიან თუ გინდა დამოუკიდებელი ევროპელი ძლიერი ქალები ნახო აი იდოეძეების ოჯახი ქალები უბრალოდ უნდა ნახო როგორები არიან იქ მთაში ხოთაშორის მთაში აი კია ესეთ რაღაცნაირი სტერეოტიპი დღევანდელ რეალობაში მაგრამ მთის ქალები ყველა ძლიერი აი სვანეთში ძლიერი ქალები ისეთები ანუ საზოგადოების ესეთი აუცილებლად გასათვალისწინებელი ესეთი დიდი როლი კი არ წამყვანი როლები აქვს ანუ მაგაცეთ გას მაგაც სიძლიერეზე მაგათ ხასიათზე ეგენი ზნიან ბავშვებს ეგენი უვლიან ოჯახს ეგენი აორგანიზებენ ყველაფერს მაგაცეთ გას ყველაფერი რა ეს ქალები რო დასუსტნენ პირიქით და რამხელა პატივისცემა არის ამ ქალების მიმართ აი ხა ალბათ ზოგს ეწყინება ხშირად არის ხა ქალაქში რო სადღიგრძელოს მეშვეობით გამოვხატავთ დიდ პატივისცემას ქალის მიმართ და მე ხმასაც აუწევ შეურაცხყოფასაც მიაყენებ და ბევრი სხვა ამბები ხდება ქალების უფლებები საქართველოში არ არის ისე დაცული როგორც უნდა იყოს და ეს ბოლო წლებია უფრო თვალსაჩინო გახდა დაუსრულებელი რა ვიცი ძალიან არასასიამოვნო ფაქტები კი არა საშინელი შემზარავი ფაქტები რომელიც ხდება ქალაქში მთაში ეს პირიქით არის და მათი სიძლიერიდან გამომდინარე თვითონ იციან რომ მათზე დგას ეს ყველაფერი ვერანაირს ვერ გაუბედავს თუ გასაბედია აქეთ გაგიბედავენ და ნუ ეს ეგეთი ოღონდ როგორი ღირსეული ქალები და აი შეყვარებული ვარ მათზე რომ ვიწყებ ფიქს და ლაპარაკს ეს ჩემთვის არიან აღფრთოვანებები როგორ გელაპარაკებიან აი მანდიც აი იგრძნობა მაგათი სიძლიერე აი რამხელა სიდინჯე აქვთ რა ყოველგვარი გაპრანჭული სიტყვების რაღაცა თავიდან ვამბობ რომ შეიძლება იფიქრო რომ ხისტები არიან და უხეშები და უბრალოდ ძალიან გულწრფელები არიან რომ თამაში არსად არ უწევთ რა რასაც ფიქრობენ იმას გიყალიბებენ ძალიან მარტივად ხო და წადი თუშეთში რა
შემოდგომაზე წადეღო. იცი როგორ რა, ძალიან დატვირთული არის რა, ეს გზა, ტურისტები, დამსვენებლები, ბევრი ხალხი დადის, ზაფხული, მაინც ისეთია, ხო, ყველას დასვენება უნდა და თან ბუნება ცოტა სხვანაირია და შემოდგომა არის უფრო ფერადი რა, ეს წიწვოვანი, ფოთლოვანი რო ირევა ერთმანეთში, მწვანე რჩება, მწვანეთ, ფოთლოვანი იფერება, მთაში თოვლია, გამჭვირვალე ჰაერია უფრო მეტად ვიდრე თქვა ზაფხულში ამ ცოტა სიცივის გამო, ღამე გრილა, დღე სასიამოვნო ამინდია და ძირითადად აი ჩემი საყვარელი დრო არის მაგალითად სანამ გზა დაიკეტება, ოქტომბრის ბოლოსკენ იკეტება, მანამდე, იმიტომ რომ მარტო თუშები რჩებიან რა. ანუ ეხლა ამ ყველაფერს თავის ესეთი გვერდითი მოვლენებით ახასიათებს სიტყვაზე ის რომ აი მაგალითად რაც ხდება სტეფანწმინდაში, ყაზბეგში, აი გუდაურში, რომ ანუ მარტო ტურისტები არიან და სამწუხაროდ გადაიქცა იქაურობა რაღაცა იმათ მარკეტად რა, ანუ ვიღაცას მოდის ტრანსპორტს გთავაზობს, სასტუმროებია, რესტორანი, მორჩა მეტი არაფერი და ის კულტურა რაც არის ავთენტური, სამწუხაროდ სადღაც უკვე ესე ვთქვათ დასრული არის რაღაცნაირად რა, ცივილიზაციით, ამ შემოსავლით, ანუ ადამიანმა დაიწყო ფულზე ფიქრი, კი ეგ რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ აი ამ ყველაფერს ძალიან ფაქიზი არის ეს ორგანიზმი რა და ცოტა ზიანდება და აი სულ მაგაზე მეფიქრება ხოლმე რომ ამას უნდა რაღაცა ოქროშუალედის გავლება ჭირდება რომ სიტყვაზე არ დაზიანდეს ის ადგილობრივიც ვინც იქ არის ანუ მე რატომ მიყვარს თუშეთი ნინუცას შეგვიყვარდება რომ ადამიანები და ეს ადამიანები ანუ ცუდები კი არ არიან მაგრამ ნელ-ნელა იწყებენ ამ ცივილიზაციასთან. იქაც არის ცივილიზაცია, სოლარები აქვთ, ჩვენი რო ცხოვრობენ, თქვა, ზაფხულში ადიან, შემოდგომაზე ჩამოდიან. კი, ეს გზა და რაღაცა თავის პირობები უკეთესი იქნება, მაგრამ აი აჭარაში არის ხოლმე ხშირად, რომ გარედან უყურებ, აჭარული ოდა დგას, იქაურობა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირი თბილი და რბილი ხალხი არის და შედიხარ, ადამიანი პატივს გცემს და ცოტა არ მინდა ხა ცუდო თქვა, მაგრამ აი როგორია რომ ხეა ყველგან ნაძვი, მთა და უცებ მეტალურ პლასმასი და რაღაცა ეგრეთ წოდებული ევროპული რემონტი ხდება შიგნით რა. ანუ ის იმისთვის კომფორტია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის იქ ცხოვრობს, მე ჩავდივარ 2 დღე ვარ და ვარა მაგარია და მოდივარ და ის იქ რჩება მე. იმისთვის საჭიროა ეს ყველაფერი, მაგრამ აი ამაზე ოქროშუალედის გავლება შესაძლებელია. შეხედე მაგ პირობების გაუმჯობესება შესაძლებელია, რომ იყოს მაგალითად აი ერთ-ერთი სოფელია საფრანგეთში, ძალიან ლამაზი. და როგორ არის, თავის პატარა მერია აქვთ რა და სახლის აშენება, ყიდვა, ან შეცვლა თუ გინდა, ქალაქს პატარა მერიას აქვს დამტკიცებული 16 ტიპის პროექტი. შენ არ გაქვს უფლება რამე შენით შექმნა, ეზო, ფანჯარა, ანუ სტანდარტი, ვიღაცა ერთი კაცი ჭკვიანი დაჯდა, შეიმუშავა 16 სახლის პროექტი და მთელს ამ რამოდენიმე სოფელში შეგიძლია მარტო ამ ტიპის სახლი აეშენო და ეგ არის ერთადერთი გამოსავალი, იმიტომ რომ ბაკურიანი დაღუპული არის, ულამაზესი ადგილი და ძალიან მიყვარს ბაკურიანი. სტეფანწმინდაზე მეც მწყდება გული, იმიტომ რომ საჭიროა ტურიზმი, მაგრამ რაღაცნაირად ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ რა, არ შეიძლება ეს ამხელა შენობების აშენება, იქაურობა ფუჭდება. ხალხს თავი რო გააბა, ბუნება აღარ არის. თუ ცივილიზაცია ჩავიდა და თბილისში როგორი სახლებიცაა, ისეთი დამიდგეს, რაღა მაინტერესებს მე იქ. ხო? ამიტომ აი ეს არის ჩემთვისაც, ჩემი აზრით გამოსავალი, რომ რაღაცნაირად პროექტები იყოს გაკეთებული ისეთი, რომ იმის იქით ვერავინ, ვერც ინვესტორმა, ვერც რა ვქვა, ადამიანმა, რომელსაც სახლის აშენება უნდა კოტეჯის, რაც არის იქიდან არჩევს და გააკეთოს. ეგ იდეალური იქნებოდა, მაგრამ ნუ ეხლა სხვაგან წაგვიღებს ეხლა ის საუბრები. არსებობს ყველაფერი, უბრალოდ შესრულება და აღსრულების თემა არის ჩვენთან რა. ხო, ეგ სხვა თემა არის მართალი. შენთვის იყო რამე ესეთი აღმოჩენა, ესე რომ დავუბრუნდეთ, რაც ამ არხის კეთება დაიწყეთ. რაც ამას არ ქონდა აქამდე ნანახი. ვერ გავიხსენ. ესეთია გამოჩვენოთ არაფერი, ხო. ნუ შენ ისე ხარ მიჩვეული იყო. ვიყავით ისეთ ადგილას მეც რო პირველად ვიყავი. კაბადოკიაში? კაბადოკია? არა, საქართველოს. კაბადოკია. არა, კაცო, ხა ეს ყველგანაა. ხო, აი კიდე შიდა ტურიზმის თემაც მნიშვნელოვანი მარტო ეკონომიურად გასაგებია, მაგრამ კულტურულადაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი თუნდაც azt ამბობდი რა თბილისიდან რო გადიხარ და საერთოდ სხვა სოფხედულობა და რაღაცა ის დამოკიდებულება გეცვლება რა. ანუ მე შენი ქალაქის მიმართაც და ქვეყნის მიმართაც რა. საკუთარი თავის მიმართ პირველ რიგში პლანეტის მიმართ, ანუ არის რა თქმა უნდა ხანდახან როცა გაუაზრებლად
რაღაცა შეცდომებს უშვებს ადამიანი რა, მეც დამიშვიო თქვათ. შენს დაგიშვია რომ აი რაღაცა ისე არ გაგიკეთებია როგორც უნდა გაგიკეთებინა და მე გიფიქრია რომ ესე ჯობდა მე მგონი და რაც უფრო ხშირად გადიხარ გარეთ ეს ხო არ არის რაღაცა მარტო ფიზიკური აქტივობა რა ეს არის რაღაცა მედიტაციასავით არის იმის გარდა რომ შენს ოჯახის წევრთან მეგობართან ან უცხო ადამიანს აი მე მყავს მეგობრები ხშირად მithქვია ჰასანა ერთი რა იმედია კარგად არის სადაც არის ანუ ტიპი მყავს 5 ჯერ ნანახი და მეგობარს ვეძახი რა ტიანშანზე შემხვდა ტიპი გავიცანი მე პამირში შემხვდა ალიასკაზე შემხვდა ალპებში შემხვდა რა ირანელი მთამსვლელი არის რომელიც მეტი არსად არ მყავს ნანახი რა და სოციქსელებთანაც ცოტა ისე არის კეთო პრობლემებია და ხშირად არ არის რა და ამ კაცს აი წარმოიდგინე ხო ტიანშანის მთების რაღაც ჯანდაბაში ანუ გადაკარგულში ვიღაც კაცთან ვიღაც ადამიანთან ერთად რაღაც თავგადასავალი მქონდა ვიბრძოლეთ გადავრჩით გამარჯვებულები ჩამოვედით ცოცხლები ჩამოვართვით ხელი ჩავიხუდეთ დავემშვიდობეთ და უცებ რო ალიასკაზე აღმოაჩენ იგივე ტიპს რა ანუ აი ხალხი ესე გვიყურებს და გახარებულები ჩავიხუდეთ ყვირებით რა ანუ და რისი თქმა მინდა იცი რომ ბუნებასთან სიახლოვე მე გადმოგაქვს რეალურ ცხოვრებაში და იქაურობა ანუ ჩვენ პლანეტა და მოწყობილები ვართ ისე რომ იმდენად რაღაცა ჯანსაღი ფიქრი კი არ მოგდის თავში ანუ ის ტექნიკა რაზეც უნდა იფიქრო და ის გასაღები რაც შენ მოგცემს იმის საშუალებას რომ სწორ აზრამდე მიხვიდე რაც შენთვის სწორია თქო სიტყვაზე და მართებულია ხელს გიწყობს რა ანუ გიმარტივებს თვითრეფლექსია რო არის ახლა ბევრი ლაპარაკობს რა შენ თავს ჩაუღმავდი იფიქრე ხო აი ეგ ყველაფერი იქ გამოგდის ფანტასტიკურად. არ ჭირდება ეს. მეტეოზე ასვლისას 1-3-2 კომპლექსი ისე დაუძლია როგორც არაფერი, იმიტომ ისე ღრმად ჩადიხარ ფიქრებში, არაფერი არ გაცდენს საერთოდ. აი აბსოლუტურად შიგნით შედიხარ შენ სამყაროში რა. უყურებ ამ სილამაზეს, ეს გაძლევს ძალას, ერთ ტემპში მიდიხარ და ფიქრები ჩადის ღმად და ისეთი აზრები გივარდება, ისეთი ფიქრები გივარდება და ისეთ რაღაცებს იქვე ამუშავებ, იმიტომ რომ ხა მეტეოზეც რო ფსიქოლოგია მოკლედ რა. საკმაოდ დამძიმდი. ფიზიკურად გამიჭირდა, მენტალურად გავჭერდა, რაღაც ცუდ ფიქრებში წავედი და დავითრგუნე და მე ეს რაღაცნაირად გამოდის, გადაამუშავებ და გამოდის და ეს პროცესი არის, თან გაძლევინებს ძალიან ბევრ შიდა თემას. თან კიდე მე ესე ვფიქრობ რა რომ ჩვენ დღეს საზოგადოებამ ბევრი პრობლემა იმიტომ გვაქვს რომ ის ცოტა ვერ გავარკვიეთ როგორ ქვეყანას ვაშენებთ რა ვინა ვართ და ქართველები რანაირები ვართ რა და ხო და აი ეს კიდე აი სხვადასხვა კუთხეების ნახოთ უშეთში ასვლა, სვანეთში ასვლა იქ და რაღაცა კიდე უფრო კარგად გვასწავლის ვინა ვართ და კულტურასთან გვექნება შეხება რა როგორ არის იცი ჩვენ ქვეყანაში აი სამცხე ჯავახეთს აქვს განსაკუთრებით ძალიან ბევრი ისე თქვათ ყვალი დარჩენილი სამხრეთ ჯავახეთში არის აი ციკლოპური ციხეები რა ერთ-ერთი აი ნაუმარი გორა აქეთ სულ მაგას ვიძახი მან წასასვლელები ვარ სხვათა შორის რა ანუ უცნობი ცივილიზაციის აშენებული ტიპები არიან რომლებიც საიდან მოვიდნენ საწავდნენ რაქნეს ვინ იყვნენ აი შაორის ციხე არის კიდე ეგეთი ფარავნის ტბაზე რა შორს მიდიხარ უკაცრავად გაწყვეტინებ ვანი ანუ ძალიან ბოლო 10-15 წელია აი ვანი კიდე აქეთ იყო სხვა რაღაცას ვამბობ რა რომ აი რომ ამბობთ ვინ ვართ ქართველები და საერთოდ რას ვაპირებთ ხო აი ძალიან ხშირად გამიგია რომ შენს გექნება მოსმენილი რა აი საქართველოს ისტორია არის გადაჭარბებული აი ხო ხვდები ცოტა დაცინვით რო იყო რა ეს რაღაცა დიდება და სადღიგზა ძალიან ხშირად მესმოდა პირადად მე სამწუხაროდ აი ეგეც არის რა არ არის ვანში რო ჩადიხარ და მე-19 საუკუნეში უყურებ შენიანები რას აკეთებდნენ ქრისტეს შობამდე ეგ დააკონკრეტებს ხო ქრისტეს შობამდე აი გადაჭარბებული ალბათ უფრო უტრირებული არის ასე გვასწავლენ აი გამარტივებული გაპრიმიტივებული ნუ ანუ ეგ მე იცი რა გვეჭირა ადგილი გვეჭირა ჩვენს ცივილიზაციაში იმდროინდელ ცივილიზაციაში მაშინ როდესაც არაფერი არ იყო და არავინ არ იყო და ვერანი ვერაფერს თავს ვერ აბავდა და პირდაპირ გაგებით გავრცელებული გამონათქვამი ზოგიერთები ხეზე დაცოციალობდნენ ჩვენთან ოქროზე მეტალზე და რეებს აკეთებდნენ იცი აი თუ არ ხარ ის მუზეუმში ნამყოფი ჩადი და ნახე შენი თვალით რაზე არის ლაპარაკი და მე როგორ უნდა იყო რომ ის თქვა რომ ბერძნებს ხოლმე კი არაფერზე არ აქვს პრეტენზია ისტორია აქვს ეგეთი ზურგს უმაგრებს ისტორია და ჩვენც გვიმაგრებს ზურგს ისტორია ჩავარდნები გქონდა გასაგებია ხო
მაგრამ უკაცრავად ახლა მაინც და მაინც კაი გეოპოლიტიკური სივრცეც არ გვაქვს და მაგრამ უნკლავდებით ყველა ქვეყანას აქვს თავის კულტურა ანუ ეს ხო ისტორია არის ეს რაღაციდან დაიწყო სადღაც მიდის რა როგორც ჩვენ გავდივართ ამ ეტაპებს ზუსტად ისე გადიან სხვა ერებიც ანუ ეს ჩვეულებრივი ისეთი ამბავია მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულად კი ნამდვილად იმიტომ რომ მრავალფეროვანი გვაქვს რა ჩვენ ხო აღმოსავლეთი და დასავლეთი ხო რაღაცა განსხვავებული აქეთ სამხრეთი კიდე ცალკე ჩრდილოეთში კიდე რა ხდებოდა თქვა ბოლომდე არ ვიცით იმიტომ რომ ამ ხელა კავკასიონი გაქვს და იქ უფრო სხვანაირად ხო სვანეთის მუზეუმში რო ხვიდე სიგიჟე ხდება რა ანუ მე ვლაპარაკობ უშგულშიც ხო ანუ უშგულშიც ანუ რას ვამბობ იცი რომ შუა საუკუნეები აი ჩემთვის ქალის უნაგი როგორც ის ჩემი წინაპრების არის სვანეთიდან რომ წარმოშობით ანუ რას ვამბობ იცი უყურე ჩემთვის პირადად ცოტა შეიძლება სასაცილოც იყოს ვიღაცისთვის შუა საუკუნეები უკვე როგორი თემა არის იცი ნუ აი აგერ იყო რა რაღაცა მე-12 მე-10 ანუ აქვე არის რა იმიტომ რომ იმდენად სიძველეებში შევდივართ და აი კოლხეთი რო იყო ფოთი ხო ნახევარი ქალაქ ჩაძირული არის ისეთები არის იქ რომ აი ხვამლი კიდე ერთ-ერთი განსაკუთრებული რაღაცა კი არის ისიც რომ აი მაგალითად ხშირად არის ლეგენდები მოყვება რაღაცა რეალურ ფაქტებს და გაზვიადებულია და გამძაფრებულია და აი იქ რაღაცა მქონია ეგ შემთხვევა რომ უთქვიათ რომ აი იქ რაღაც ზღაპარი მოყოლეთ მივსულ ვარ ზღაპარი არ დამხვედრია იქ მე რო ჩამოსულ ვარ და ისევ ავსულ ვარ იმ რეგიონში და მithქვია რომ ძმებო ეს ზღაპარი კია მაგრამ ესე არ არის გინაღამ გამომაგდეს იქედან იმიტომ რომ იმას ჯერავს იმ თის კაცს რომ რაღაცა ის არის რა რაღაცა უნდა კონდეს რაღაცა პოინტი სადაც წყალებში ილოცებს რასიც დაიჯერებს რომ აი თამარის საფლავია აქ და იმას ჯერავს და უნდა ჯეროდეს იმიტომ რომ ზუსტად ამ რაღაცა შეგრძნებება და ამ დამოკიდებულება მოიტანა ჩვენი კულტურა აქამდე აი იციან ხშირად რომ აი ქრისტიანობა ანუ მთა რატომ მიყვარს მე პირადად ხო ანუ რელიგიები ისე არის ერთმანეთში არეული აი ძველი რაღაცა დევების ისტორიას ისე აკავშირებენ ქრისტიანობას ერთმანეთში ისე გადახლართული რომ ეს ყველაფერი რო არ ყოფილიყო აქამდე ვერ მოვიდოდით უბრალოდ ის შენახული რო არ იყოს ის კულტურა და ის ტრადიციები რასაც ჩვენ ბებოს რა ერქვა იქ რო ავი თქვენ მოსვანეთში მოყოლაბებო არა ვანდასთან რო ვიყავით ლოლა ბებოს ისეთი ტრადიცია გადავიღეთ რომ ნახევარი მაყურებელი გვაგინებს და ნახევარი გულოცავდა რა ანუ რომ რა იყო ეგა ანუ აი ეგ არის რა ქვია ესეც ძალიან საინტერესო ამბავი არის ერთი კვირა ოღონდ თქვენ მოსვანეთზე არის ახლა ლაპარაკი სახლის ყველა კარები იღება და სასაფლაოდან მოყავს გარდაცვლილი წინაპრების სულები. ეგ ზემოსვანეთშიც არის. ზემოსვანეთში მე ქვემოსვანეთში დავწერე. რა ქვია რა მთელი კვირა ცხოვრობენ შენთან სახლში. შენ ყოველ დღე მათ უშლი სუფრას, მათთვის ლოცულობ. და ეს ყველაფერი კვირა რო დასრულდა სახლში ხმადაბლა ლაპარაკობენ რომ მათი სულები არ შეიმარეს შენ წასულ ნათესავებს და მე მთელი სოფელი აღებს კარებს და სანთლებით გამოდიან სახლიდან და მიაცილებენ გარდაცვალებულების სულებს საფლავებთან წარმოიდგინე. როი დეტალები მე არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ფაქტი რაც იყო, დამბურძგლემთ რომ ძალიან ისეთი ამბავი. ღორისთავი გააძრო, იმაზე რა ქვია, ორი კუბდარი, ერთი კაცების, ერთი ქალებისთვის და თავზე ურტყაის დანა ცოცხლებზე ლოცულობენ. და ცოცხლებზე ლოცულობენ. ანუ ეს სანახავა და ვიღაცამ აი როგორ შეიძლება რა. და ეს რატო გამოიწია უარყოფითი? ანუ რა აი ღორის თავი რაღაცა ცხოველთა დაცვა, ანუ გასაგებია ყველაფერი, ყველას პატივს მეც. მაგრამ ესეც ჩვენი ტრადიციაა. მაგრამ ლოლაბებო რო არ იყოს, ლოლაბებოსნაირები, მაყვალაბებოსნაირები, ეს ტრადიციები, რაც დღეს არსებობს, აქამდე ხო ვერ მოვიდოდა ის კულტურა, რაც ჩვენ გვაქვს, ხო ვერ მოიტანდა და ვერც გააგრძელებდა და ამიტომ აი ქალბატონი ლოლას შვილიშვილი ვანდა ოქროს გოგო ფეუზიმთი უნდა შეფიარა და მე მგონია ერთ-ერთი შეხება ანუ მაგარი გოგო, ახალგაზრდა პატარა გოგო, რომელიც იქაურობას გული შეტკივა და სუიბრძვის რომ იქაურობა, ესე ვთქვათ, მოხოდოს, სუიქ რაღაცები აკეთოს, იქაურ ბავშვებს დაეხმაროს და ამბებში არის. ანუ რეალურად სამწუხაროდ ისე რომ ეხა კიდე მიბრუნდა, ჩვენი სოფლები იცლება.
ანუ ძალიან გულდასაწყვეტია, როცა სადღაც მიდიხარ და კი ძალიან რომანტიკული და ეგზოტიკური არის, რაღაც ნანგრევებს რო უყურებ რა, ნასოფლარს რო ხედავ, მაგრამ რეალურად ხო იქ დოლათი სოფელში იქნება, ჩვენ ხო არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომ რაღაცა სხვანაირი შემოსავალი არსებობდეს, შიდა პროდუქტი არსებობდეს, ხო? ანუ არის რაღაც სოფლის მეურნეობა, რასაც და იდგეს ქვეყანა. რეალურად და ტურიზმი რა, მეტი ესე არაფერი არ ხდება და როცა აი მაკეთ მიდის ყველაფერი, რომ აი ახალგაზრდები გამორბიან ქალაქში. თუმცა მე ვიცნობ ახალგაზრდებს, აი გოშტელიანები მაგალითად, ჩემი მეგობრის შვილები, აი ოქროს ხალხი, ძლიერი ოჯახი. კოშკებს არტოვებენ. ის ახალგაზრდები შვილები, ხო, რომლებიც, რა ვიცი, აგრძელებენ იმას, რაც თქვა, მამა აკეთებდა და ბაბო აკეთებდა, ბევრად უფრო მაგრა აკეთებენ საქმეს, ვიდრე მაგის, თქვა, წინაპარი. და ეს მისასალმებელია, ეხლა ჩემი მეგობარი არ მინდა ესე დავკონკრეტდე რა პიროვნებებზე, მიდის სასწავლად ევროპაში, რომ ჩამოვიდეს და აქ თავის ბიზნესი, რასაც აკეთებს და ეს მასპინძლობის თემა რაც აქვს, უფრო გააძლიეროს. და რაც რომ ბევრი იქნება ესეთი, რა თქმა უნდა, აღარც ის მეტალოპლასმასი აღარ შემოვა სიტყვაზე. აღარც უკანონო მშენებლობა კიდე ცუდი ნათქვამი არის, იმიტომ რომ შეიძლება კანონი იყოს რა, მაგრამ არასწორი იყოს ის რა. არ იყოს ის ლამაზი ესთეტიკური და მისაღებდეს რა. ნუ შენ თვითონ აღარ მოგინდება მაგის გაკეთება უკვე, როცა იცი, როცა ნანახი გაქვს, როცა გრძნობ ამ ყველაფერს და ახასებ რა. რაჭაში ჩასულები რო ვიყავით, რამდენიმე სოფელი მახსოვს და ერთ-ერთი იყო, მეგონი წინა გადაღებაზე ვიყავით ჩასულები, კვამლი საღამოხანი იყო რა, თელს სოფელში კვამლი გამოდიოდა 3 სახლიდან. ესე რო შეხედავ იცი რა ლამაზი სახლები, მართლა ფანტასტიკური სახლებია და ლამაზი სოფლები, თოლში ჩაფული და ფიქრობ, რომ აი ამ სოფელში ცხოვრობს 3 ოჯახი. აქედან ერთი 85 წლის ბაბუ, ასაკოვანი ტიპები ერთი კაცი გადმოსული, ერთი ბებო ბაბუ და მორჩა. ეგ იცი როგორი, აი ესე გადაცემებში რო ყვებოდნენ, აი დაცლილი სოფლები არის ჩვენი პრობლემა, ხო, სუწლები მესმოდა, ხო? საერთოდ ვერ აღიქვა მაგას, სანამ იმ სოფელში არ დადგები და არ ნახავ შენი თვალით, რას ნიშნავს დაცლილი სოფელი, კვამლი რო არ გამოდის და ეს ძალიან ლამაზი სახლები რო წარმოიდგინო ხალხით სავსე და რა დოვლად შეიძლება მათ შექმნა. თან ეს სახლები როგორც აი რაღაც ცუდი შედარება აი კიბოსავით აქვთ რა, ანუ მე ხო ხშირად დავდივარ, რომ აი ერთ წელს ესე იყო შეპარული ქონდა ცოტა გრევა, მეორე წელს ჩადიხარ უფრო მეტი, მესამე აი მეტასტაზევით არის რა და ნუ ეხა კიდე სხვაგან წავალთ ალბათ, იმიტომ რომ ამ ყველაფრის უკან იმდენი საფეხური არის და იმდენი ამბავია, რომ იქ ადამიანი დარჩეს თაში და იცხოვროს და იმ ახალგაზრდა მით უმეტეს, რომ ანუ ეს გლობალური პრობლემა, რომელიც ყველამ კარგად ვიცით რა, რომ ესე მარტივად არ გვარდება. თუმცა ფიზიკურად კონკრეტულ ინდივიდებში და იმ ადამიანებში, ვინც იქ ცხოვრობს, ან ვისაც უყვარს, მაინც ახერხებს რაღაცნაირად იმას, რომ იქაურობა არ ეს თქო არ ჩააქროს რა. ეხლა ჩვენ რო ჩასულიყავით გუშინ აი გუშინ მაგალითად ერთი ორი ძალიან კოხტა, აი აბსოლუტურად ლანდშაფტთან კონფლიქტში რო არ შედის, ეთყობა ვიღაც ახალგაზრდა ტიპები, ორი სახლი ვნახეთ, რომ აი აბსოლუტურად ჯდება ინტერიერში, ის ჩამოვა, ჩამოიტანს ის რაღაცებს, შეიძლება იმან მე თქვა, რომ მოდი გესტ-ჰაუს გავაკეთებს, ტურისტები ჩამოვიდნენ. იქ ეხლა ამისი ნათესავი ცხოვრობს, იმას ცხენები ყავს, იქ ცხენების ტური შეიძლება გააკეთო და ატარო, აი ხო ხდები, რაღაცა პატარ-პატარა ნაბიჯებით ეს ყველაფერი ამოიქაჩება, მაგრამ მიმართულება უნდა მიცე რა, რომ ეს უნდა იყოს ახალისებული და აქით უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ ძლიერი სოფლის გარეშე უბრალოდ ეს ქვეყანა წარმოუდგენელია და ძლიერი სოფელი კი არ დაცლავს. მაგრამ განცხადებები გავაკეთეთ რა. არა, იმიტომ რომ ძალიან გიყვარდება შეხვეყანა რა, სხვანაირად გიყვარდება. ჩემთვის ეგაა რა, რომ სულ ძალიან პატრიოტი ტიპი ვიყავი რა, რაღაც ხეს რო ჭრიდნენ 14 წელს მაშინ ვიდექი ხო ხდები, ხო ნუ ვაპროტესტებდი თითო ხის მოჭრას თბილისში და მე მახსოვს თბილისი როგორი ლამაზი იყო და ჭავჭავაძე როგორი ლამაზი იყო და რა ლამაზი ქალაქი იყო და ძალიან გული მტკივა ეს ქალაქი აღარაა ლამაზი. რაც არ უნდა მოწესრიგებული ქუჩები ქონდეს, ეს შენებლობები არა შენებლობებს მე მაქვს ჩემი კატეგორიული პოზიცია ცივილიზაციას ახასიათებს სამწუხაროდ რა და სიმეტრია ჰარმონია და გეგმარება ეგეთ რაღაცები ბოლოს 20 წელი უბრალოდ არც ვიცით რო არსებობს. თბილისი იყო კოხტა კოპწია ლამაზი მყუდრო მწვანე ქალაქი სადაც სუნთქვა შეიძლება ქალაქ გარეთ გვაქვს პოდკასტი გარეთ ვარ ქალაქში არა ხო არა გეთახმები ეგრეა რა ბათუმი რა ეგრე არ არის
ანუ ყველაფერი ბათუმი კი არ უშგულიც ეგრე არის. ხო და ეს ამ წარე ბათუმი განსაკუთრებით იგრძნობა, იმიტომ რომ თბილისში აქ რო ცხოვრობ ეს ისინი ნელა იცვლება, რომ ამას ვერ იგრძნობ და უცხო ქალაქში. აი რამდენიმე წელი არ ვიყავი ნამყოფი და ამზაფხულს ჩავედი ბათუმში და ის საერთოდ აღარ მქონდა ის შეგრძნება, რის გამოც მიყვარდა რა, ეს ბულვარი ძველი და ეს რაღაცა აი ბათუმში სიარული მიყვარდა ფეხით ძალიან რა და ეხლა რომ ჩავედი, აი საერთოდ მეგონა სხვა ქალაქში ჩავედი. აი გუდაურს აქ ეგრე, აი გუდაურს აქ თავის სული ხიბლი, აი გუდაურელები არიან ცალკე ესე ვთქვათ სექტა არის რა, ანუ ადამიანები რომელსაც მარტო გუდაურში ნახულობ, რა ვიცი, ბავშვობის მეგობრებივით მიყვარს რა, ანუ სხვანაირი რაღაცაა და იმდენად დაიტვირთა ახლა ეს ბოლო პერიოდი ვარ, რომ ანუ ის რაღაცა შინაარსი რაც ქონდა ის შეგრძნებების დონეზე იყო თუ ისე, ხო? აღარ არის, აი როგორც მაგალითად აი არსებობდნენ ქალაქის კოლორიტები, ხო, სიტყვაზე. დღევანდელი კოლორიტი რო შეადარო 30 წლის წინანდელი კოლორიტს, აი ცადო დედამიწა ესე განსხვავდება. მარტო მაგაში არის კულტურას ეგრე, ანუ კიდე ისევ იქეთ მივდივართ, რომ სხვა თემაში გადავდივართ. თანამედროვეობას და ამ რაღაცა ცივილიზაციას ეს ყველაფერი მოაქვს. ანუ შეიძლება ტექნოლოგია შემოდის, მაგრამ ტექნოლოგია ანაცვლებს პირადად ჩემთვის უფრო ღირებულს რაღაცებს და აი ისევ იმას დაუბრუნდები, რომ ოქროშუალედის პოვნა ამ ყველაფერში არ არის მარტივი რა. დღეს ძალიან ესე რომ დაფიქრდით, ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს ვინც აქ ვართ დედამიწაზე, ანუ აი თუმცა ყველაზე კომფორტული ეპოქა არის, ესეთი კომფორტი კაცობრიობას არც უნახია. თავისი ChatGPT თავისი ტექნოლოგიური განვითარებით, თავისი სიმართლე და იმისთვის რომ გეკითხა იმ პერიოდში ის იყო კომფორტული. შენ არიცი ერთი საუკუნის მერე რა იქნება სიტყვაზე, ხო? მე მაგას ვამბობ, ანუ შედარებითი არის. შედარებით ყველაზე კარგი ეპოქა რაც კი ყოფილა კომფორტული. თანამედროვე ქალს უფლებები აქვს, ყველას უფლებები აქვს, ტექნოლოგიები გაქვს, რაც მოგაფიქრდება თავში, ყველაფერს გაკეთება შეგიძლიათ თუ სათანადოდ იშრომებ. საზღვრები აღარაა, საზღვრები წაიშალა. ხო, ეგეც ხო არ ვიცი, კაია თუ ცუდია, მაგრამ მე მაინც old school. ეხლა თქვენ არხსაც რო უყურებთ თქვენ ვიდეოებს რა გასვლებს სხვადასხვა ადგილებში, ისეთ რაღაცას ხედავ და დაინახავ იქ, რასაც ვერ ნახავ ტელევიზორში. ტელევიზორში გულისხმობ mainstream მედიას და საერთოდ სხვა საქართველოს ესე შეგრძნება უყურებთ ხოლმე ტელევიზორში. და რეალურად საქართველოს ხონაერია. ეს რატო გვართება თუ რატო ხდება ეს? გეტყვი როგორ არის? მე პირადად არ ესეც სუბიექტურია ხა და არ მინდა ვინმეს ეგონოს რომ ჩვენ რასაც ვანახებთ რეალობა ეგ არის. ეს არის ანუ ვიღაცაზე უკეთესად ვაკეთებთ რამეს. რასაც ჩვენ ხედავთ და რაც ჩვენ გვინდა, აი მე პირადად ეგ შეგრძნება მაქვს რომ მე მინდა საუკეთესო ვერსიები ვანახო იმისთვის რომ შევიყვაროთ ჩვენი კუთხე, ჩვენი მხარე, ჩვენი ქვეყანა. თუმცა ამ ყველაფრის უკან რა თქმა უნდა იქ არის ასე ჭრდილოვანი მხარეები, რომელსაც უბრალოდ თუ იმ მიმართულებით ახალ საერთოდ სხვა კონტენტს მიიღებ. არის კარგიც, არის ცუდიც. აი ბახმაროს მაგალითი არის ერთ-ერთი ცოცხალი. რაც ბახმაროში დღეს ხდება, ძალიან რთული წარმოსადგენია, ხო? ანუ მე მან ხშირად დავდივარ ზამთარში გიდივარ ხოლმე სრიალებთ. და ერთი 6 წელია თუ 7 წელი სულ იქ ვარ რა, ყოველ ზამთარს. ანუ სოკოებით იზრდება სახლები. ანუ ეს უკანონო და რაღაც არ მინდა ხა მაგიმებში შევიჭრა და ჩავერთო, ანუ სულ ისე ვარ. მაგრამ რეალობას რასაც ხედავ ეგ არის. ანუ იმის თქმა მინდა რომ შეგიძლია ადამიანს დაანახო კარგიც, შეგიძლია დაანახო ცუდიც. ეგ იმას არ ნიშნავს სიტყვაზე რომ რაღაცას მალავ. ანუ იგივე, რავი, თბილისშიც რა, ანუ ისე თქმა უნდა, იცი რომ სადმე რომ მიდიხარ, რა თქმა უნდა გირჩენი, აი რიო დე ჟანეიროში რომ წახვალ ძალიან კაია, ხო? ძალიან მოგწონს, მაგრამ აბა გადი ცოტა გვერდზე, იგივე აქაც. აბა გადაუხვიე სადმე. არა, სხვა რაღაცა, ჩვენი მიზანი არხის დღე პირველიდან დაფუძნების იყო ის ემოცია განვაცდევინოთ და იმ მდგომარეობამდე მივიყვანოთ, რაც ჩვენ დაგვემართა პირობითად მე, ნიკა ნამყოფიყო, მე და მარიშკას, როდესაც ფეხი დავადგით თუშეთში. აი ის რომ ეგ არის ჩვენი მიზანი რა, იქ მივიდეს ხალხი კონკრეტულ ემოციამდე რა. იმიტომ რომ მართალია ბევრი კარგიცაა, ბევრი ცუდიცაა, მაგრამ ამ ყველაფერში ჩვენი მიზანია რომ ხალხს ვანახოთ ჩვენი ქვეყანა, ვანახოთ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. დადებით შევაყვაროთ ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევიყვარებთ, კიდევ ის, იმიტომ რომ შენ გონია რომ გიყვარს. იქ რო ჩადიხარ და იმ საყვარელ ბებოებს უყურებ და იმ ქათამს გაეკიდები და იმ თხას დაინახავ, აი იმ დინარეზე
სხვა არის რა, სხვა ბმა გაქვს მე რა, მე სხვანაირად გინდა მოუარო რა, აღარ გაგიქცევა ხელი რაღაცეებზე, სხვანაირად გააკეთებ რა. ხო. უნდა შენ მიწასთან უნდა იყო ესე გადაჯაჭვული. და შენ წარმოდგენაშიც უცან უკვე მთელი ქვეყანა გაქვს წარმოდგენილი, სხვანაირად იღებ გადაწყვეტილებას, სხვა რაღაცას ითხოვ მთავრობისგან, სხვა რაღაცანაირად გინდა რომ მარტო თბილისიდან რო უყურებ რომ ესეთი უნდა იყოს ქვეყანა, ანუ ძალიან მარტივი არის ხოლმე ეს საوردლიდან საუბარი როგორც წესი რა, ანუ ჩემი პირადი გამოცდილებით და როცა რეალურად ეხები რაღაცა, იგივე პრობლემაც რო იყოს, ხო? აი ვიღაცები ძალიან პრობლემას წვითავენ, აი ესე უნდა ვქნათ, ესე უნდა ვქნათ, მაგრამ რეალობა სამწუხაროდ ცოტა სხვანაირია ხოლმე. დადებით კონტექსტშიც და უარყოფით კონტექსტში. დადებითიც ხო, ანუ სწორად აღნიშნა. ანუ ჩვენ თავარი ამოცანა არის, ის შეგრძნება, ეხა გუშინაც ისეთი მზის ჩასვლა იყო, ანუ ყვიროდი, მართლა ყვიროდი, მოვატრიალი მანქანა და აბა მოდი გადავედით და ეზარებოდათ და ანუ რეალურად მაყურებლამდე მინდა ის მივიტანო, რომ იმ ადამიანსაც მოუნდეს სადღაც წასვლა, ასვლა, შეხედვა ტირილი, სიცილი, სიამოვნება და მე ეს თავის ემოციებისგან დაცლილი რო იქნება ნეგატივისგან და ჩვენ გვაქვს ესეთი ავტონომიური რეჟიმივით რაღაცა, რომ ბუნებაში რო გადიხარ, გინდა არ გინდა, იქიდან ენერგიას იღებ. და იქაური ენერგია შენ აი მე ესე რაღაც ელემენტივით არის, ბატარეა არის მოგყვება რაღაცამდე ნინუცა რაც არ უნდა დაღლილი იყოს ეხლა გუშინ ჩამოვიდა ხო ანუ ის ემოცია რაც აქვს ეხლა გადათავაზა ტურბო ექნება ეხლა თემებში ხო არ გავჩერდები და ეს არის ყველა სუბიექტი აი შენს რო წახვალ თუშეთში ჩამოხვალ და თუ გაგახსენდება დღევანდელი დღე იტყურო ზაო ეგრე არის შეიძლება ყველა საქმე გააკეთო სხვანაირად სხვა კუთხით დაინახო ანუ ეს ჩარჩოები რომელიც მე მგონია რომ ქალაქში წესდება ხო ტვინში რაღაც ჩარჩოები როგორ გაიმისიქით არ გადახვიდე იქ გეხსნება ეგ ჩარჩოები რა ფართოდ იწყებ ჰორიზონტი რო იშლება შენი ფიქრებიც იშლება რა ხვდები რომ ეს რაღაც პირობითი ჩარჩოები საერთოდ არაფერს არ გულისხმობს რა სხვა გადაწყვეტილებებამდე მიდიხარ სხვა გამოსავალს პოულობ კიდე უფრო მეც რისკავ მე თავისუფლების შეგრძნება გაქვს რა ეს მთები და ეს რაღაცნაირი აი არ ვიცი სუმთავრობო ოჯორში რო ახვიდე ხო გეუბნები ანუ იგივე შეგრძნება ეხლა ზაფხულში ვიყავი სვანეთში ზურულზე და უშკულზე რო გახარ და ეს 60 გრადუსი მთების ის არის რო ესე რო იყო და შენ წარმოიდგინე მთაზე რო გახარ და ზურულზე იმას რო უყურებ ქვევით ანუ ეს კიდე ცალკე რა გითხრა მეტეოდან რო უყურებდით უკაცრავად რა მეტეო 4000-ზე ავედით რა და ყველაზე მაგ სადამდე ჩვენ შეჭედე მე და მარიშკა დავებლეხვეთ ესე ჩამოვჯექით და ჯერ გათიშულებრივ თვალებს ვარ ვახელთ და გავახილეთ თვალები და ხედავთ ჩვეულებრივ თბილისიდან ანუ აი ხელის გულზე არის აი ვერ გადმოცემ აი ეგ აქვს აი ჭუიდან შეიძლება გადახვიდე და რაღაცნაირი რო ჩამოდიხარ იქიდან მგონია რომ შემიძლია გავაკეთო საერთოდ ყველაფერი უბრალოდ ჯობია გზაზე არ დამიდგა ნუ ყველა გზას გაივლი რა ისეთი ძლიერი ტიპი ჩამოდიხარ იქიდან ხო რაღაცა მოჭ ნამეცადინები ვარ კაი დროში როგორ ვართ ვა მორე გასულა პატარა შესვენება გავაკეთოთ ჩვენი სპონსორის რუბრიკა გვაქვს საჩუქრებიც გვაქვს სოკარის შეკითხვა გვაქვს შეისვენე და აივსე ენერგიით ახლა აზრს ლაპარაკობდით და უნდა მეკითხა როგორ ისვენებ და ივსებით ენერგიით თქო მაგრამ უკვე გავეცით ესე იგი პასუხი მაგას წინასწარ მე მგონი ბავშვებით ანუ თის გარდა ჩემი შვილის ყურება და მგონია ნიკასთვისაც ეგრე იქნება და ყველა ადამიანისთვის ვისაც ყავს შვილი არის ეგ რა ფეხით ბოდიალი დროს გატარება შვილთან ხო აი სულ რო უყურო ოთახში რო დაბუჯურო მე ვერ ვისვენებ შვილთან ისე მაპყავებს ისე დღეში ვყავა რომ ვერ ვისვენებ არა მართალი ხარ ხო ეგ ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი ხო აი გულისხმობ და კონკრეტებოდიში ყოველდღურად ასაკეთებ რაც არის შენი საქმე იქიდან აი რითი მოწყდები ხოლმე რა რომ აი მე მაგალითად მაქვს მიყვარს ჩემი მოტოზე ვჯდები პატარა ფრთა მაქვს აუდიო ხოლმე რაღაც კონკრეტული ადგილი არსებობს ფრინავებისთვის პარაგლაიდინგის ფედერაციის რაღაცა და იქ დავფრინავ გემრიელად და შეიძლება დილით წავიდე ვიფრინო და კაი ნაფრენ ესე თქვათ ნაჯირითები მოტოზე გავაგზავნო საქმე. ყოფილა რომ მაგალითად გუდაურში გავქცეულ ვარ დილის 6 საათზე და 12-ზე უკვე მოულილი მქონია რაღაცეები და საქმეში ჩავრთულა. ანუ ჩემთვის პირადად დასვენება არის ენერგიის დახარჯვა.
საიდანაც უფრო მეტ ენერგიას იღებ და ამ ენერგიას თუ სადმე გარეთ ხარჯავ და ისეთ აქტივობებში, რასაც რუტინული არ არის ყოველდღიური, რა თქმა უნდა, ეგ არის ჩემთვის დასვენება. ფრენები და ხო ის გაჩერებული არა, ეხლა აღდგა ფრენები და არის რაღაც კონკრეტული რეგულაციები, რასაც მეტნაკლებად კომერციული აღდგა თუ მარტო? კი, კომერციულიც კონკრეტულ ლოკაციებზე, მაგრამ ჩვენ მაინც რაღაც მან თავის შიდა დინებები და მიმართულებებია, რაც საშუალებას გაძლევს, რომ აკეთო ეგ მიმართულება რა. მე ვერასოდეს მგონი, რომ მაგას არც პარაშუტით გადმოხტომა, არც ფრენა, ეგ ჩემი. ეს ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ჯერ ვერ არა. აი რაღაც ხო, ანუ გააჩნია. ეგ ისეთი სფერო არის, მან თავარი არის, რა იცი, მან ორი ამბავი, ერთი კომერციულია და ერთი პირადი. როცა შენ გინდა შენ თვითონ გააკეთო, ბევრად მეტ სიამოვნებას იღებ და ბევრად უფრო ტექნიკურად უფრო მეტი кайფი გაქვს. მეტ მანევრს აკეთებ, მან თომერე ეს ჟე ადის, ჩადის, ანუ წნევა და ანუ ფიზიკურად რაღაცები მოგდის რა. ხო, ძალიან მაგარია. აი ძალიან. ეს პარაპლანეტი შენ ხო, მე მინივინგით დავფრინო, მან იმდენი მიმართულება, ხო მაგაზე ცალკე ისო კაკალო გვინდა უყო. ხო. ანუ ცალკე თემა არის, თუმცა აი ხა წეღარასაც ვამოდის, რომ თბილისის გარშემო ბევრი ადგილის ნახვა შეიძლება, ერთ-ერთი ესეც არის სიტყვაზე. რომ იმის გარდა რომ შენ ბუნებაში გახვიდე, ამ ლოკაციაზე აქტივობა შეგიძლია. ანუ ვიღაცა მოტოთი დარბის თქვა ენდუროთი, ვიღაცა ველოსიპედით, ვიღაცა ძუნძულებს, ვიღაცა უბრალოდ ჰაიკინგზე არის ფეხით, ვიღაცა უბრალოდ გაშლის პიკნიკს და უბრალოდ ჰამაკს და სიამოვნებს ყოფნა. ეს ყველაფერი, ეს ყველა აქტივობა მერე მთელი კვირის განმავლობაში მოგყვება რა, ანუ იტენები ფაქტიურად რა. ნუ რაზე არის ლაპარაკი, ადამიანი არის ბუნების ქმნილება. ბუნებაში გავატარეთ კაცობრიობის არსობებს, სულ ბუნებასთან ქონდა ადამიანის შეხება და ბოლო 100 წელია მცირდება. არ მგონი რომ ბიოლოგიურად ადამიანისთვის, ჯერ გონებასთავი როგა ფიზიკურად და ბიოლოგიურად ჩვენთვის კარგი იყოს ცემენტში და ბეტონში არსებობა, როდესაც ყოველთვის მჭიდრო კავშირი ქონდა ბუნებასთან. ჩვენ ორგანული ნაწილი ვართ ამ დედამიწის, ხო ხვდები? ერთ სინერგიული ორგანიზმები ვართ და ესე განცალკევება მგონია იწვევს ჩემთვის. ხო. მგონია რომ რაღაცა არასწორ პროცესებს იწევს რა. ადამიანი ახლოს უნდა იყოს ბუნებასთან, რომ უყურებს, ეხება, გრძნობს, ხო? იქიდან ხარ და არ უნდა დაგავიწყდეს საიდან ხარ. ხო. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესე არის. კარგი, შემდეგ სპონსორზე გადავიდეთ. ეს არის T-shirt-ი. ყოფილი მაიკაჯი. შეიძლება გავხსნათ? კი, რა თქმა უნდა, რომლის არის ზუსტად არ ვიცი და ესე თქვენთვის სპეციალურად შერჩეული მაისურები არის. ან სპეციალურად შერჩეულია? კი, თქვენ რო იქნებოდი სტუმრად. ეზარება ეხა შეხედა. ახსნარი. სხვადასხვანაირებია, ხო. ვა, რა кайფერია? так. აბა ვნახოთ. ჩვენი სახელები აწერია? აი, მეც არ ვიცი, არ მინახავს. ეს ჩემი არის. ეს რაღაცა ფრენასთან კავშირში. ფრენას. ანუ ეს შეიძლება შენი იყოს. ზომით თუ ვიმშელებთ, წესით კი. იმედია. ეს ჩემია. აი მაგიტო არ გახსნა, ელოდებოდა შეიძლება. შენ გაგეხსნა. მადლობა. აჰა. აი შენიც რა ლამაზია ნახე. ჩემი ლამაზია, ბერგუნდი. ყავს მინივენი? კი, უსაყვარელია. ეს არის ძალიან ლამაზია. ეს არის ძამაკერი რაღაცა. სხვა ძალიან მიფიქრე. მინივენებზე. სახლი მანქანები. აქ არის სხვათა შორის ძალიან კარგი კლუბი აქვს ბიჭებს რა. Volkswagen-ები ყავთ. ძველებური დაფრინავს ჩვენი ოთო არის ჩვენი მეგობარი. დიდი მადლობა. ეს დადიან ხოლმე ბუნებაში. Overlander-ი ახლა მაგალითად მიდიან ვაშლონში, ანუ ეს დაჯგუფებები არსებობს და ძალიან მიხარია. ჩვენ რა ვიყავით Comrade Stories, რა მაგარი სამეგობრო არის. ანუ სამეგობროები იკრიბებიან უბრალოდ და ზუსტად აი ხარ ასე საუბრობთ ამდენი ხანი, მაგას აკეთებენ. ოღონდ ცხოვრებაში არის ვიღაცა ბუღალტერია, ვიღაცა არის მუშაობს, რა ქვია, პილოტია, ვიღაცა მარკეტერი, აი სულ სხვადასხვა პროფესიები, სულ სხვადასხვა ტიპები და ვერ წარმოიდგენ ამ ხალხს რა შეიძლება აერთიანებდეს. აერთიანებს რომ ორ კვირაში ერთხელ, კვირაში ერთხელ ეს აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი იკრიბება და მიდის ლაშქრობაზე, სხვადასხვა ადგილას და ისე, აი ისეთი, აი არ ვიცი,
ძალიან მოკლეა ცხოვრება რა. ერთი და იგივე კაფეში, ერთი და იგივე სამსახურში, ერთი და იგივე სალონში ჯდომისთვის ძალიან შენ თავზე ლაპარაკობ. მე იგივე სალონში რასაც არ მშლარო. მაგრამ რასაც ვამბობ რა, საიდანაც არის მეინსტრიმ ტრენდები, ხო რა, კომფორტის ზონიდან იშვიათად ჩვენ გამოვდივართ, ხო, ვიღლები სამსახურში, ამიტომ მირჩევნია შაბათ-კვირას სახლში დავისვინო, ამ მეგობრებთან კაფეში წავიდე. ნიკა რასაც ამბობს რა, რო გადიხარ და მე დატვირთვას აძლევ შენ გონებას და ორგანიზმს, ორი იმდენი ენერგია გიბრუნდება მერე. რეალურად იქ რუტინა ვიღლები და არა იმითია. აი ზუსტად. ესეც ერთგვარი რუტინა არის ხოლმე, აი ხა ცოტა ისე პროფესიულად რო ჩავა. ეს მაისურვებ თუ გინდათ ჩადეთ, როგორც გინდათ რავი. როგორც თქვენ გინდათ შევაწუხე. ანუ აი როგორი მომენტია იცი რომ თასაც აქ რუტინა რა, ხა თქვენ ნახევარი ექსპედიციაში რომ მიდიხარ, ერთ და იგივე ტიპს რო უყურებ, აი ისე გაღიზიანებს აი ჩემი მეგობრები ბავშვობის, აი ჯაფარიძეა ჩემი ძმაკაცი, ოთო ჯაფარიძე მოგინღვა ბავშვობაში მახსოვს ჭაუხში ზბორები რო ქონდა ორკვირიანი, რაღაცნაირი ხელთათმანი ქონდა რა და ხმაურობდა ეს შრიალები და აი ეს ხმა რას მიშვებოდა, იცი აი თოქს რო ხვდა და რაღაცას როხროხა გადი. მოიდი კაცი არა დიდი რაღაც დევით არის ამ როხროხში ამ არაფერი არ მისმოდა იმ შრიალის გარდა რა, ანუ აი შეიძლება გაგაღიზიანოს სიტყვაზე აი საათის ფერმა. ან რაღაც გამოხედვან, ან წყალს როგორ სვამ, ანუ ეს კიდე ცალკე ფსიქიკა რაღაცნაირად დასუსტებულია თუ გაშიშვლებულია. არა, მან ის არის, ანუ აი დაძაბულობის მომენტია და რისი თქმა მინდა, იცი რომ ადამიანისთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა დისკომფორტი არ არის. თუ გამოდიხარ ამ მიმართულებით და ამ დინებაში თუ ეშვები, რაც არის ბუნებასთან ახლოს ყოფნა, გარშემო ბოდიალი, ჯანსაღად, ანუ ჯანსაღს ვარქმევთ, ხო? და ამ სიჯანსახეში კომფორტის ზონიდან გამოსვლა უფრო მეტ ენერგიის წყაროს გაძლევს და უფრო მეტ ენერგიას გაძლევს, ვიდრე იგივე კომფორტში ყოფნა, ოღონდ ცოტა სხვაგან. არიან ადამიანები ამ კომფორტიდან გადადიან იმ კომფორტში. ხო, ანუ ფიზიკური დაღლა იქნება თუ მორალური, მენტალური არ აქვს მნიშვნელობა, ანუ არ უნდათ აი ზარმაცები ვართ მოკლედ რა და არ უნდა ვიყო ზარმაცები. ანუ იგივე არის დღევანდელ რეალობაში. მე მეხება იმაც ეგეთი ვარ. ხო და აი ეს სიზარმაცე როგორც კი დაძვა, ეხლა დღეს მე ზარმაცე ვარ. აფიქსირებ რომ ბავშვებს დეჩემ ინგლისში რო გადავედით, 7 წელი ვიყავით და დეჩემ გიждდებოდა რომ ეს ინგლისელები გიჟები არიანო დილას 6 საათზე ამ ბავშვებსო შორტებშიო ზამთარშიო გამოყრიანო რა გაკაჟება ეგა მე ეს ბავშვებიო დილას წვიმაში და უბედურებაში ფეხბურთს ათამაშე ანუ ვერ ხვდებოდა რატო იყო დასავლეთში მიღებული რომ ჩვენთან ნაფოფინები ხო იცი ბავშვი ლოგინში უნდა აჭამო ფაფა იქ რომ ბავშვი არის რა ქვია ნახევრად ტიტუალე ფეხბურთს ბავშვობიდან აჩვევენ არაკომფორტულ მდგომარეობებს რომ კი ფეხბურთის თამაში თუ გინდა ყველა ამინჩი ვთამაშობთ ფეხბურთს სკოლაში ბავშვებიც როგორი პატარა ბავშვები 10 წლის ბავშვები საქართველოში ესე არ არის როგორი დამოუკიდებლები არიან იცი იმიტომ რომ მშობლებმა იციან რომ არ უნდა გაზარდონ ზანტი ბავშვები უნდა გაზარდონ ბავშვები რომლებიც აქვთ უნარი რომ გაუკლავდნენ ყველაფერს და რაც უფრო ადრე და სიყვარულით შეიძლება ამის გაკეთება შეიძლება ძალიან დიდი სიყვარულით და არ დააკლო რაღაცა ის ელემენტარული კომფორტი საბაზისო რაც ჭირდება სახლში მაგრამ სამყაროსთვის იყოს მზად რა ცუდი ამინდისთვის უხეში ადამიანისთვის უძდელი ადამიანისთვის სათანადო პასუხი გასცეს მასწავლებელი რომ არა მოეპყრა ისე კი არ მოვარდეს თვითონ უნდა იცოდეს გამკლავება თვითონ უნდა იყოს შენ ხო მარტო უნარები შეგიძლია მიცე ბავშვს და დასავლეთში ამას აკეთებენ სულ აგდებენ ბავშვებს არაკომფორტულ მდგომარეობაში რომ თავისით გაუმკლავდნენ და იქვე აუცილებლად გეს დედა რომელიც სიყვარულით უყურებს და ელოდება ფეხზე როგორ წამოდგება ეს ბავშვი და როგორ ისწავლის ფეხზე დამოუკიდებლად დგომას და ახლა პირადად მე შემიძლია თამამად ამაზე ველაპარაკო იმიტომ ისეთ აი ისე მეფოფინებოდნენ სულ პროტესტი მქონდა მაგასთან დაკავშირებით რომ მინდოდა ჩემით გამეკეთებინა მინდოდა ფეხზე დამდგარიყავი მინდოდა ეს ყველაფერი მაგრამ არა მოდი იყავი კომფორტულად იყავი კომფორტულად სოციალებში რო გავრცელებული ვიდეოები ყველას გვაქვს რა ნახე რა ტალახში რო ბავშვი ხტუნაობენ რა ეს გუბერო არის და ხო ანუ აი ეგ არის რა ანუ ბუნებაში გასვლა განიავება და ჯანსაღი ცხოვრების წესი არის აი ეგ
რომ ტალახში იხტუნაო ბედნიერმა რა, რომ მე დაუბრუნდე რეალობას, დაუბრუნდე საქმეს, რუტინას და ამ რუტინაში იყო ენერგიული და ძლიერი რა. და ამიტომ უნდა ატაროთ ბავშვებიც ესეთ ლაშქრობებში, უნდა ატაროთ ესეთ ადგილებში თქო. არის აქ სხვათა შორის რამოდენიმე კლუბი ბავშვებს ისე მეც უნდა მივიყვანო რა. მომწონს ერთი კლუბი არის, აი ტყეში ასწავლიან ყოველ ტყეში გადარჩენა, ცოტა სხვა მიმართულება აქვს. მე ცოტა ისე უყურებ მაგას, მაგრამ თლიანობაში ძალიან საინტერესოა რა, იმიტომ რომ ბავშვები, ანუ ელემენტარული ჩრდილოეთი საითაა, დღეს რო გახვიდე აგერ ქუჩაში 100 კაციდან 3 თუ ეცოდინებას რომ ისე არ ვიცით და როგორი რამე არის იცი? ეხლა აქეთ არის ხო? სწორად ვიძახე? არა, იქ. მოიცა ესე ყაზბეგი ესე გადის. აღმოსავლეთი არის აქეთ. ახო და ყაზბეგი არის ჩვენი ათვლის წერტილი თბილისში რა, ანუ ყაზბეგი საითაცა იქეთა ჩრდილოეთი. არა, ყაზბეგი გამზირგული. მე ვთას. ხო, თა იქეთ არის რა. ანუ მაგას ვამბობ, რომ ეს ყველაფერი რეალურად შეიძლება შეხედო, რომ აი რა ვიცი რაში უნდა დაჭირდეს ახლა ჰარვარდს რომ დაამთავრებს ჩემი შვილი თუ გახდება მინისტრი, მაგრამ რეალობაში ხო? ანუ აი იმ წარმატებისთვის რაც ასე ვთქვათ, მე ესე დავარქვა რაღაცა მიწიერი არის და მატერიალური არის და მატერიას ეხება, ეს ყველაფერი საჭირო არის. როცა ბექგრაუნდი გაქვს აი ამ რაღაცა ცოტა ემოციური, სულიერი თუ ესეთი დამოკიდებულებით ხარ შენს სამყაროსთან, პლანეტასთან, შენს ცხოვრებასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესთან, ამ ყველაფერს მე მაგრა ასრულებ რა. სხვათა შორის მთა არის ერთადერთი სპორტის სახეობა, სადაც ყველაზე მეტი მეცნიერული, ანუ სამეცნიერო ხარისხი აქვს დაცული ადამიანებს რა. და დიპლომატების საყვარელი სპორტი. მეც ვერ მივხვდი რა. ანუ არის ყველაზე მეტი პროფესორი, ყველაზე მეტი დოცენტი და სამეცნიერო ხარისხის ტიპი და არის მთაში, იმიტომ რომ ისეთი სფერო არის, რომ ისეთი სამყაროა, რომ ყველას ჭირდება რა. ხო, დიპლომატების რატო? ძალიან ვიყავ დიპლომატებს. დიპლომატები კი სხვათა შორის ჩვენთან საქართველოში რო გავხვიდეს დადიან. არა, ეგ კულტურა არის უკვე რა, ეგ არის დასავლური კულტურა, მე რაც გითხარი ბავშვობიდან ესეც დიან. ანუ ეხლა მე-6 კლასში და მე-5 კლასში სრიალს რო გასწავლიან ავსტრიაში, ინსბრუკში რო ცხოვრობ თქვათ და იმაზე სკოლაში ფიზკულტურაზე სრიალი გაქვს, რა თქმა უნდა, მე მაგით ცხოვრობ რა. კარგი, სიტყვა საქართველოზე. რომელი ადგილი გახსენდებათ პირადად თქვენ რა ის საქართველოს და გეოგრაფიულად აუ იცი რა არის აი ხა ამ წუთა საქართველოზე რა რომ აი ეხლა რო იყო სადღაც უცხოეთში და საქართველოს რო გითხან რომელი გაგახსენდება აი რომელი გამახსენდება საქართველოზე და გეტყვი ხა პატარა შესავალს გავაკეთებ ისევ იქ დავბრუნდები რომ ჩვენი ქვეყანა აი ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან დიდი, ხო? ჩინეთი მაგალითად ულამაზესი არის. არანაკლები ბუნებაა სხვა ქვეყნებში და არანაკლები ლამაზია სხვაგანაც. მაგრამ ჩვენ გვაქვს გეოგრაფიული მდებარეობა ისეთი, რომ ამ მოკლე მანძილზე, სადაც არის საქართველო, ძალიან ბევრი ლანდშაფტი არის და სხვადასხვა სარტყელი. რაც საშუალებას იძლევა აი მრავალფეროვნება გქონდეს რა. ანუ იქ თუ იოსემიტეში უნდა წახვიდე სადღაც და მე არის ანუ ალასკაზე გადაფრინდე ხო? ჩვენთან ყველაფერი არის ერთ სივრცეში და ესეთი მხარე ჩვენ გვაქვს აფხაზეთი. სადაც ზღვაც არის და მთაც არის და ის მე სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი აფხაზეთში და იმედია ვიქნებით ყველა, როცა იქნება, მაგრამ რაც მახსენდება, ამ წუთას ამ ფოტოებიდან მიყვარს ხოლმე თვალიერება ძალიან ძველი განსაკუთრებით. ანუ ყველაზე ისეთი აიკონიკ რაც არის აფხაზეთი, იმიტომ რომ ზღვაც არის ტყეც არის და მთაც არის რა. შენ ის წავიდა აფხაზეთში. შენთვის თუ არ არის ეგეთი? არა, ჩემთვის საქართველოს რაღაცა ადგილიც არა, ეხლა რაღაცნაირი შეგრძნება არის რა, სახლის შეგრძნება აქ თავიდან ბოლომდე. სიმბოლურად რა შეიძლება მაგას. გურია. კაი, მაშინ ესე ვთქვა. გურიაში გავიზარდე. უცხოელს რას აჩვენებდი საქართველოზე პირველს? ან შეიძლება აი საქართველოზე გინდა მოხდა. გინდა კერძი იყოს, გინდა სიმღერა იყოს, გინდა. სვანეთი. სამეგრელო და სვანეთი რა.
ანუ სვანეთი რა არის მარტო სვანეთი უცხოეს თუ გინდა გააცნო საქართველოს ანუ საქართველოს ერთი სიტყვით და ერთი კუთხით ვერ ანახებ ეგ ამ მთელი მუღამის თული შეკითხვაა და აი რო გიწევდეს ეგ არჩევანი მე სვანეთს ვიტყოდი იმიტომ რომ აი ხო გონმის პირველი სად გაუშვებდი მაშინ ესე სტუმარს თორე აი ჩვენთან რა არის იცი უყურე დროის მიხედვით არის საქართველოს კიდე იმის გარდა რომ ბუნება გვაქვს სხვადასხვანაირი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ლოკაცია სხვანაირი აი კახეთი აიღე ხო ანუ ზაფხულში სხვანაირია ღვინის სეზონზე სხვადასხვა ამბავია ხო აჭარა არის იგივე ანუ რომელ სეზონზე გულისხმობ რომელ სეზონზეა უკეთესი ზამთარში სხვანაირია ზაფხულში სხვანაირია მე ამ ზაფხულსკენ პირველად ჩავედი შემოდგომას აჭარაში და აქამდე აგვისტოში ჩავდიოდი არა სიგიჟე ხალხისგან დაცვლილი რაღაც სიმშვიდე სიწყდარე იყო და მაგარი ამინდი და აჭარაში წახვალ აი გამოშტერდები რა სიგიჟეა და ამიტომ ჩვენთვის მაგალითად ესე კონკრეტულად რო აიღო არის სვანეთი რა აი რომ ყავდეს ეს მე კითხავს დავტოვებ იმიტომ რომ მაგრა დამაფიქრე ხო მაგრამ აი ყურე სტუმარი რო ყავდეს სად გაუშვებ ძალიან რომ მინდა მოვაწონო საქართველო მე იმას წავიყვანდი სამცხე-ჯავახეთში ხო ანუ ამისთვის სამცხე-ჯავახეთი ყოფილა აი პრაქტიკული კითხვა არის ეს მე სვანეთს ვაწვევ მე ქაურობა ზამთარ ზაფხულ ყველა სეზონზე ჯავახეთი ვარ სხვა სამყაროა რა ჯავახეთი იმენა რაღაც ჯადოსნური მხარე არის რაღაცნაირი ენერგეტიკა აქ იქავა თან ეს ხო ის არის რა ქვია ვულკანური ზეგანი არის 2000 მეტრია ზღვის დონიდან პატარა სიმაღლე კი არ არის უბრალოდ ვერ იაზრებ ამ მინდვრებში და სწორი არის და მაგიტო რთული ამის შეგრძნება რომ აქეთ აბულისთა და ეს ღრუბლები რომ შემოდის ეგ ხო დასავლეთიდან მოდის ეს შავი ზღვის მხრიდან ამ იმას ლანდშაფტს ისე მოყვება რომ ხო სწორია ანუ სასწაულია რა გაეცინება ხო რაღაც Lord of the Rings ხო იცი აი მაგოაიბებით არის რა მანდრო დადიან აი დაახლოებით ეგეთი ბუნება არის ისლანდიაში ხო არის გადაღებული და ჩემთვის გავს ისლანდია ხო ისლანდიაში თუ ახალ ზელანდიაში ხო გავთაიგი რა ისლანდია და ახალი ზელანდია ანუ ჩვენთან თავისუფლად შეიძლება აი ტრენდი რო არის ინსტაგრამზე რო ეს არ არის რაღაც ალპები ეს რაღაც ყაზახეთია თუ რაღაც ხო აი ყაზეთი ხედი ძალიან მაგარი ეს შუაზია ფანტასტიკა ჩვენთან თავისუფლად შეიძლება აი ხა ექსპერიმენტის დონეზე რო აიღო ხო დრო რომ მქონდეს და საშუალება სიამოვნებდი გადავიღებდი საქართველოს ისე რომ ვერ მივხვდარიყო რომ საქართველოა იმდენად მრავალფეროვანი და იმდენად საინტერესო რაღაცები ხდება გარშემო ანუ ყველაფერი გვაქვს რა ანუ მართლა ყველაფერი გვაქვს ხო ანუ სიტყვის მასალა კი არ არის რომ აი ჩვენ სამშობლო და წინაპრები ფიზიკურად ყველაფერი გვაქვს აი უყურეთ ჩვენ YouTube არხსთან კარგი წავიდეთ ბოლოსკენ აი ტრადიცია რომელიც გახსენდება რომელიც თუნდაც აი არხის კეთების მერე წააწყდით ისიც აი რომელიც შეიძლება ყველაზე მეტად რომელიც დაგამახსოვრდათ რა რასაც მოულოდნელი იყო ანუ ცნაური კეისრობა არის აი იოსკა ჩემი ძვაკაცი ოქროს ადამიანი მე თან მოკითხავს რომ აბარო ანუ მაგან დამპატიჟა ლამპრობა ხო არის სვანეთში რომელიც არის ძალიან ისეთი სანახაობა რა ულამაზესი სანახაობაა და ზამთარში თუ წახვალთ ესადეს რომ ლამპრობას დაამთხიო წასულა რა იმიტომ რომ ფანტასტიკა არის თებერვალში არის მე მგონი რა 14 თუ 16 მან კალენდრულად იცვლება თარიღი ო ძალიან მე მგონი არ იცვლება არ ვერ შეცდომაში ვერ შეგიძლია აღდგომამდე რამოდე 8 თუ 12 მოკლედ თებერვალია რა და ამ კეისრობას ხო ყველა გადის ამ თავის საფლავებზე ლამპრობაზე ანთებენ და რაღაცები და ერთ-ერთ სოფელში იმართება კეისრობა სადაც სოფელი ირჩევს კეისარს ყავს თავის რაზმი მიდიან სალოცავში ეს კეისარი იმურება ესე ჯვრის ფორმით მარტივად ყვებით მან 450 წლის წინ იყო დაპყრობა ეს გადაღებული გაქვთ ხო თქვენ კი გადაღებული არის კი არის და ანუ უცებ სიუჟეტი რომ გიყვე, ნახევარი რჩება სოფელში, ნახევარი კაცები ადიან მთაში იქ ილოცებიან, სვავენ, ყველა კარგად არის, მერე ჩამოდიან იქიდან, ეს სოფელის ერთ-ერთ ბევრი კოშკები ამ სოფელში და ირჩევა რაღაცა კოშკი, სადაც შიგნით მაჩუბები არის რა, რომ თავისუფლად შეიძლებაოდეს დაჯდომა, სუფრა არის გაშლილი. ოღონდ საქონელი იქ არის. და საქონელში და ქალები, ბავშვები და ეს კაცები. ეს ადგილი საქონლის ხო რა ქვია. და იქ არის რეალური საქონელი. და ეს ტიპი ჩამოდის. კლიენტება კეისარი და უნდა შეანგრიოს ეს კარები და აქ მიდის
ანუ უცხო რო იყო, კაროჩე გეგონება რომ დახოცავენ ერთმანეთს და რეალურად ანუ ხუმრობა ხდება, რაღაცა შეხუმრება ის კეისარი უნდა გააცინო. მაგარი ხუმრობით მომარტყეს კომბალი თავში. ანუ რაღაცა მე არ მინდა რაღაცა შემეშალოს რომ რაღაცა ტრადიცია ზუსტად როგორ არის, მაგრამ სიტუაციას გიყვები და მე მიდის მაგარი სმა რა და ყველაზე მაგარი რაც არის, შანსი არ არის ამ კეისრობის დროს ამ სოფელში ვინმე რამე რაღაცა ისე მოიქცეს, ცუდად მოიქცეს რა. ეს კიდევ მიბმულია უძველეს ამბავს, რომელიც მოხდა და ეს უკვე მოყოლილია ჩვენს vlog-ში, რეალურად ძალიან საინტერესო ამბავია ეს ტრადიცია საიდან მოდის. და ესე რომ უღრმავდები ან ტრადიცია შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე და კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ, რომ რატო ვართ ესეთი მოწადინებული, რომ ეს ხალხი გადავიღოთ, ეს ისტორიები მოვუყვეთ, რომ რაღაცა ამბები და ზოგ ადამიანს ეს ადამიანები მალე აღარ იქნებიან. ასაკიდან გამომდინარე, ხო? და ამ ადამიანებს გაყვება ძალიან ბევრი ადათ, წესი, ტრადიცია და ცოდნა, რომელიც თუ ეხა არ ჩავიწერეთ, არ დავიმახსოვრეთ და არ გავისიგძე განეთ, გაყვება იმ ადამიანებს და გვაქვს ხა ჩვენ, რა ვიცი, სულ მაგაზე მიდი საქართველოში, რომ ტრადიცია არ გვინდა დავკარგავთ და ეგაა ჩვენი ტრადიცია. და ეს კეისრობა არის მაგის ის, რომ არის ახალგაზრდები არიან ჩართულები რა და ანუ აი ეს ადამიანები მადლობა უნდა უთხრა მხოლოდ იმიტომ რომ მოიტანეს აქამდე და კიდე აგრძელებენ რა და აი როგორი სანახაობა იცი მართლა გეუბნები ანუ რაღაც სხვა საუკუნეში ეს კოშკები ეს რაღაც დარბაზი რაღაც ეს ხალხიც ანუ იქ ხვდები რომელიღაცა საუკუნეში რა როცა იქ ხარ ხო აი სასწაული არის რა ძალიან მაგარი ეს მეც კეისრობა ორიონ კეისრობა თქვით ხო ხო, ძალიან საინტერესოა. მაგრამ იქ მოხვდა ძალიან რთულია და იოსკას ძალიან დიდი მადლობა ჩვენ რომ დაგპატიჟეთ, თორე ისე შენი ფეხით ვერ მიბოდიალდები ეგეთ ამბავს. ხო და კეისრობა როდის არის? აი ეს ზუსტად როგორ არის იცი? ლამპრობის არ უნდა იყოს სამარხო დღე, შაბათი უნდა იყოს რა, მარხვის დღე არ უნდა. ანუ ორჯერ ვიყავით სამჯერ და სულ ლამპრობის დროს იყო რა, ან წინ. ეს სანდი ყავით თქვენ? მულახში ხო. კარგი და ბოლო შეკითხვა უკვე ტრადიციული. რა არის ცხოვრების აზრი? მეტი აკეთო რა, განვითარდე, შეიცვალო, ისწავლო, როგორიც მოხვედე, ეგეთი არ უნდა წახვიდე. მაქსიმალურად ბევრი რაღაცები უნდა ისწავლო და შენი პიროვნული თვისებები, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში შეეცადო, რომ გაუმჯობესო და უკეთესი ადამიანი იყოს სხვა ადამიანებისთვის. ყველა ადამიანი მარტო შენი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის არა ზოგადად რა კარგი ადამიანად გაიარო გზა. ნუ ეს ჩემთვის. ეგ არის შენი ცხოვრების აზრი. და ნუ წარმატება. ხო, ძალიან რთული კითხვაა. აქ რთული კითხვები გვაქვს შენ აქ. ხო, ესე მარტივად რო გამო. ხო, ალბათ, რავი, დატოვო რა. ღირებულება არის ცხოვრების აზრი რა. შექმნა ისეთი ღირებულება, რომელიც შენ რო აღარ იქნები ამ პლანეტაზე, არსებობდეს რა. კაი, ხა ყველა შეუძლია ეგეთი რაღაც მიზნის დასახვა. მიზანზე არ არის, ანუ აზრს ხუთმა კაცმა გააკეთა ეგეთი რაღაც, რომ დატოვა ისეთი ღირებულება. ხო, მაგრამ ცდილობა ხო შეგიძლია გააკეთო და იქნება გააკეთეს ნიჭი რომ მონაწილეობა მიიღო მაშინ რაღაც ეგეთში. ანუ ღირებულების შექმნა არის ალბათ. ნუ მიახლოებით იგივე რაც მე ვთქვი, რაღაცა კარგი გააკეთო. კარგი გატოვო. აი ხო, კონფლიქტია. თუ წარმატებას დაკნინებაც არ მიყვარს საქართველოში არის ეს რომ წარმატება რაღაცა ვიღაცას ის უყვარს ისე რაღაც ცოტა გეგონება წარმატება კაია აბა რატომ უნდა იყოს წარმატებული როცა შეგიძლია იყოს წარმატებული პირიქით ანუ მე არ მიყვარს რომ წარმატებას კარგ აი რაღაცები ხო არის რომ ეგ არის მიჩნეული რომ აი ჩემი იმაში ცოტა საბჭოთა მენტალიტეტი ვისაც მისდევს რომ აი უნდა იყოს შენ თავდაბალი მორიდებული ეხა ყოველთვის წარმატება კი არ არის ცოტათი დაკმაყოფილდი რაც გაქვს ის მან უნდა გაგხადოს ბედნიერი რაღაცნაირი მარწუხები არის რა ჩემთვის
ხო და ხო წარმატებას კიდე მე დავამატებდი განმარტებას რომ ეს თუ წარმატებელი ხარის კი არ არის და ტრაგედია ანუ უბრალოდ უნდა ცდილობდე რომ წარმატებას მიაღწიო რა ცდილობაში როცა ხარ უკვე ეგ არის ხო ზა რომელსაც გადიხარ ანუ არ დაკმაყოფილდე იმ ადგილას სადაც ხარ სულ მიაწექი რა და რაღაც მოძრაობა რა ხო ერთი გუშინ შემხვდა ერთი სადაც ის იყო მონაკვეთი იყო ჟურნალისტსა და რესპონდენტ შორის ის იყო ამონარიდი იყო რა რომ ესე ეკითხება რომ ცხოვრებით მოყოფილი ხარო და კიო და მუშაობ არაო სოციალურად დაუცველი ვარო მე სოციალურად დაუცველი ხარ ყოფილი კიო მივდივარო აგერ მაჭმევენო რაღაც პერიოდათო მე რო ყოფნისო კიო რაღაც დახმარებას მერიცხება და ყოფნისო და ეს უხურებ და რატო ხოლმე და ის უნდა და პედაგოგი ვარ ახლა ეს გაიწვი იყო რაღაცა ხო ყველას თავის ყველას აი მაგ ეგ გითხარი რა რაღაცა დატო რაღაცა ყველასთვის თავისა მაგრამ აი მე რისიც ძალიან ხშირად მithქვამს და დამიფიქსირები რომ ცხოვრებაში რო დაიცვლება ხო იცი ადამიანი ჩემთვის არის ადამიანი რომელიც აღარ ცდილობს და აი ჩაიქნა არ გამოდის არაფერი აუცილებლად ვიღაცა უნდა ყავდეს რომ რაღაცა გამოგივიდეს მე საკმარისად ჭკვიანი არ ვარ აი ხო ხვდები ეს ფიქრები რო არის რომ გამზადებს რომ აი არ გამოვა და არავინ არ იცის ვისად გაუმართლებს იმისთან აკლიავებს გაუმართლად დამიჯერეთ და თქვენ შეიძლება გაგიმართლოთ ან უბრალოდ არ უნდა გაჩერდე და სულ უნდა ეჭიდაო რაღაცნაირად და გადაანაწილო ეს ძალა ერთიანად კი არ დახარჯო ეს ბრძოლაში მთელი ენერგია სულ ცხოვრების გზაზე იცოდე რომ სულ საჭიდაო იქნება და სულ უნდა მიაწვე რა და საბოლოო ჯამში ყოველთვის გამარჯვებული გამოდის ის ვინც ყველაზე ბოლო ნებდება სხვა ყოველ რო დაიხოცება შენ ხარ ავტომატურად გამარჯვებული ეს დავამთავროთ მაშინ ყველა რო დაიხოცება მაგით ვამთავრ დარჩენინო მარტო დაველოდოთ ყველა რო დაიხოცება გამარჯვებული ეცადოთ ბოლოს დავიხოცოთ შე კარგი ძალიან დიდი მადლობა საინტერესო იყო წარმატებები წინ ბევრი საინტერესო ვიდეო გველის მადლობა ჩვენ ხარდამჭერებს Soccer Selfs და T-shirt-ში და ერთ კვირაში შევხვდებით მადლობა თქვენ კიდევ მადლობა